ვარსკვლავებო, გაიტარებთ ხო როგორ ჩავედი სოფელში. და მშვიდობით იქნება თუ ძალიან გაგიშებია. მაგრამ ეს ახალი წელი გავატარა თბილისში. მეორე დღეს უნდა წავსულიყავი ბებიასა და ბაბუასთან და მართლაც მოხდა. მოკლედ, ჩავალაგეთ შემოდგები და ჩავდექით მანქანაზე და გავყევით გზას. მე მინდოდა გუნდაობა. გავჩერდით გალავთან. მამაჩემო მიყიდა ხუთი და მე ვიგუნდავე. შემდგომ იმხელა გუნდა ვესროლე რომ სიცილით გავიგუდე და დღეს ჩემ ტასოს გარეშე მომიწია გადაღება, იმიტომ ეს იყო ჩემი ისტორია. მოკლედ, და მოვთაკავ თავის გვერდსაც, სადაც დებს ვიდეოებს. მოკლედ, ესე ვაგრძელებდი გზას. მე ჩავდექით მანქანაში და გავაგრძელებთ ისევ გზას. ძლივს ჩავედით სოფელში. სოფლის ის პოინტში. მე მაგას ვეძახე, მაგრამ სევდით. ამიტომ სოფლის ის პოინტში ჩავედით. უნდა გავჩურულიყავით, იმიტომ რომ დედაჩემს ისჭირდებოდა წამალი ჩემი დისთვის. მე გავაგრძელეთ აღარ გავჩერდით და ძლივს მივედით სახლში. მათ დავხვდა ჩემი დეიდა მონიკა, ჩემი დეიდაშვილები, მერი, თუთა, ნუცა და ერეკლე. კიდევ დავხვდა ჩემი დეიდა ეკაც კიდევ დავხვდა ჩემი დეიდების ქმრები, გიორგი და ხოდა ჩემი ერთი დეიდის დეიდაშვილის მამაც და კიდევ ბებია და ბაბუც და ესე ჩავედით შვიდობიანად სოფელში. უნდა თუ ამიყვანთ უფრო, 300-მდე თუ ამიყვანთ გამომწერებზე მაგრები ხართ. და ვიღაცებს დავიმატებთ და გითამაშებით. აბა ნახვამდის. და შეიძლება 1-3 დღე ვერ დავპოსტო, იმიტომ არცალია 3 დღე. შეიძლება 3 დღე ვერ დავწერო, ვერ გადავყო ვიდეოები. აბა ნახვამდის ვარსკვლავებო. უნდა კომენტარებში დაგვიწერეთ რა მიიღეთ ახალ წელს. მე კრაიბეიბი ქონი და 2 ჭაბა სკვიში და ერთი კიდევ მამაჩემმა მომიტანა. აბა წავიდით და თქვენც დაწერეთ კომენტარებში რა მოგივინათ. რა მოგიტანთ თოვლის ბაბუა.